ბედნიერების ფორმულა უნივერსალური არ არსებობს. არ არსებობს ფერი და სურნელი. აღქმებია. ყველა ჭრილობას სჭირდება მომშუშება. როდის და როგორ პასუხობს სხეული? ბედნიერი ვარ ან არ ვარ? ადამიანს ხედავთ არა რეალურს, არამედ ჩვენს წარმოსახვას მის შესახებ. ეს პირველი შეხება და ეს აჟიტირება და შეყვარება და ასე შემდეგ, ხო ეს სულ ბიოქიმია. თვალის გუგები ფართოვდება, გული აჩქარდება მუცელში და გულში და მუნკერში პეპლები, ხო, ოფლი დაგასხამს, ხო, ანუ რა სტრესია. ეს სტრესია, ეს ადრენალინია, ეს კორტიზოლი, და მოდის ეს ყველაფერი და ეს თან აჟიტირებასთან არის შეჭიდული. ყველა ადამიანის მთავარი საზრუნავი და მიზანი ეს არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მოთხოვნილების დაკმაყოფილება კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. სიყვარული ალბათ ცდელობა, საკუთარი მარტოობა დავაკომპენსიროთ, ეგრეა? დუღაბია. თავარი გამოვლინება ამ მამატყუხობის არის მსხვერპლის სინდრომი და მე ვიწყებ ემოციებით მანიპულირებას. სანამ მე ვარ ნაწყენი და ვბრაზობ, ის ბატონობს ჩემს. სიყვარული აპრიორია ბედნიერების. აუცილებლად მე მინახია სიყვარულში უბედური ადამიანები. ის ვნებაა.